აქტივისტები აცხადებენ, რომ ეს არის ქართული ოცნების მორიგი მცდელობა, შეაშინოს ის ხალხი, რომელიც უკვე რამდენი ხანი არის, რაც ქუჩაში დგას, თუმცა აქტივისტები ამბობენ, რომ ქართული ოცნების არანაირი რეპრესიების დაშინების მათ არ ეშინიათ. რაც შეეხება გიორგი წულაიას, 17 დეკემბერს მას ტროტუარზე დგომის გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინეს, თუმცა თებერვალში მას უკვე ედავებოდა სასამართლო გზის გადაკეტვას და რამდენიმე დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს გიორგი წულაიას. ორივე ეს ქმედება ერთსა და იმავე მუხლში ჯდება და სწორედ ამით იმართლებს ახლა თავს სასამართლო, რომელიც აცხადებს, რომ სწორედ იმის გამო, რომ ერთი და იგივე მუხლით არის დასჯადი ტროტუარზე დგომაც და გზის გადაკეტვაც, ამიტომაც ახლა გიორგი წულაიას ემუქრებიან 1 წლით ციხეში გაშვებით. გიორგი წულაიას დაუკავშირდნენ სასამართლოდან, უთხრეს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეჩერდებოდა მის საქმეზე, რადგანაც მისი საქმე სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავდა, ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ახლა შესაძლებელია ხელისუფლება უკვე დაჭერებზე გადავიდეს და გადავიდეს იმაზე, რომ 1 წლით გაუშვას ხალხი ციხეში, ვინც ერთხელ მაინც იდგა ტროტუარზე და აპროტესტებდა ქართული ოცნების პოლიტიკას. ჩემი საქმის წარმოება შეწყვიტეს გუშინ. დღეს ჩავიბარეთ დადგენილება და მითხრეს, რომ ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა იმის გამო, რომ ეს საქმე შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. ეს უკავშირდება იმას, რომ მე დაკავებული ვიყავი 22 ოქტომბერს გზის გადაკეტვის ბრალდებით და შესაბამისად ჩათვალეს, რომ ჩათვალეს და გააერთიანეს გზის გადაკეტვას და ტროტუართან ერთ მუხლში გააერთიანეს, როგორც ეს ადვოკატებმა ამიხსნეს და ეგ არის განმეორება. შესაბამისად მე მუქრება 1 წლამდე პატიმრობა და მზად ვარ ნებისმიერი ისთვის და ვიცი, რომ ნებისმიერ სისტემას ნებისმიერ დროს შეუძლია ჩემი დაკავება და ამისთვის ვარ მზად. ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ამ ქვეყანაში დაამყარონ საბოლოო დემოკრატია, გააჩერონ განსხვავებულად მოაზროვნე და განსხვავებული აზრებს მქონე ადამიანები და ამ ქვეყანაში სამუდამოდ ჩაახშონ პროტესტის ხმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს ინფორმაცია უკვე ქონდა, რომ ბატონი გიორგი ერთხელ უკვე პატიმრობაში იყო, ადმინისტრაციულ პატიმრობაში და სასამართლოში გააგზავნა საქმე, იმიტომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩათვალა, რომ ეს უკვე იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მაინც და ადმინისტრაციულ მოსამართლეს უნდა განეხილა. ეს არის სამართლებრივი ნონსენსი და აცდენილია ყველანაირ კანონს და შეფასებას. ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ სამართალს, ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ეს კანონი ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიას და ეს კანონი არის სრული სიგიჟე, როგორ შეიძლება ადამიანზე ტროტუარზე დგომის გამო დაიჭირო ან სისხლის სამართლებრივი დანაშაული დააბრალო ან ბრალი წარუდგინო. ეხავთ ხო სახალხო დამცველს, რომ რაც შეიძლება მალე მოახდინოს რეაგირება, რადგან უკვე დაწყებულია ადამიანების დევნა უკანონო. აქტივისტები აცხადებენ, რომ ქართული ოცნება ყოველდღიურად ცდილობს, რაც შეიძლება მეტი პრობლემები შეუქმნან იმ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში დგანან, ვინაიდან მათმა არც ერთმა კანონმა ამ დრომდე არ იმუშავა, მას შემდეგ რაც აიკრძალა ქუჩის გადაკეტვა, ხალხი ტროტუარზე დგას და მიუხედავად იმისა, რომ ტროტუარზე დგომის გამო ადმინისტრაციული პატიმრობაც არაერთმა ადამიანმა მოიხადა, რუსთაველის გამზირზე დღესაც ისევ არის ხალხი, ამიტომაც ქართულ ოცნებას ახლა უნდა რომ საზოგადოება უფრო მეტად დააშინოს და თუ ვინმესთვის პრობლემას არ წარმოადგენს რამდენიმე დღით ციხეში გაშვება, ახლა ამ ხალხს ეუბნებიან, რომ შესაძლებელია ისინი 1 წლითაც ჩასვან ციხეში. შეტაბეჭდილება რომ მაინც არ იციან რა ზომამს მიმართონ. იმიტომ რომ აბსოლუტურად დაწმუნებული ვარ და მე მგონი თვითონაც უნდა ხვდებოდნენ, რომ ეს თუ მართლა სისხლის სამართლის საქმეზე გადააკვაცილიფიცირეს ეს ტროტუარზე დგომისთვის უკვე ნაპატიმრალი ადამიანები. აუცილებლად და არც სისხლის სამართლის საქმეც რომ არ იყოს, მეორეჯერ ადმინისტრაციული სასჯელი რომ გამოუტანონ ტროტუარზე დგომის ადამიანებს, აი მე ვაძლევ პირობას და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდ ფასს გადაიხდიან ამაში. მგონია, რომ ეხლა ამათ ისე კონდეთ საქმე, რომ აქ კიდე ადამიანი ტროტუარზე დგომისთვის სისხლზე გაუშვან. მე მაინც მგონია, რომ ეს ყველა კანონი არის დაშინების კანონი, აი სადამდე გაუვათ. მე მაინც მგონია, რომ რეჟიმი დღეს ისე დონეზეა დასუსტებული და განსაკუთრებით ამ საგარეო ფაქტორების გამო, რომ არ მგონია, რომ ეხლა მაგის ფუფუნება გქონდეთ, რომ კიდე ასეთი აბსურდული გადაწყვეტილებები მიიღონ.
ტროტუარზე დგომის გამო ქართულ ოცნებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ჯერ არავინ დაუშვია, ამიტომაც ახლა საინტერესოა რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული გიორგი წულაიას საქმესთან დაკავშირებით და შემდეგ იგივე გადაწყვეტილება გავრცელდება თუ არა პროტესტის სხვა მონაწილეებშიც.